სურაღაც ხდება პატარა ქალაქში ხან დღისით ხან ღამით ხან მზეში და ხან კარში მალე ხომ იცი რომ მიდის და აღარ იცის დრო ახელ თვალებს სინანულს რომ მერე გვია ხდები რომ ის იყო ვინც გიყვარს ის იყო ვინც გახსოვს ის იყო ალექსი მოკიდე შენს მას ხელი და ფრთხილად გადადით იცოდე. ფრთხილად თქო. იდი სადები? ამ წამს. ყავს და ლევ. შენ ვაკეთებულს ყველაფერს დავდა. სკოლაში გავუშვი? კი. არ გეშენია მარტო დადია. ცირა, ზუსტად ამ ქუჩის მოპირდაპირ მხარეს არის სკოლა. თან პატარაობიდანვე მიეჩვევნენ, იმიტომ რომ მე ვერასოდეს ვერ ვახერხებდი გამოყვანა სულ სამსახურში ვეტავ. გასაყვალები არის. კი. უი, მართლა, ჩემს კარადაში გაგითავისუფლე პირველი ორი თარო და შეგიძლია შენი ნივთები მოთავს. მაღაზია მინდა და ლაპარაკი. თავიდან კი ვიფიქრებ, რომ კარგი იდეა იყო შენთან გადმოსვლა, მაგრამ მე ბავშვებთან, არ ვიცი, ცუდი აზრი ხო არ არის. რას გულისხმობ? არ ვიცი როგორ მიმიღებენ. ხო არ ჯობია რომ სადმე სახლი ვიქირავ, თქო, ჯერჯერობით. თან საყვარელი რო ხარ იცი? არ მინდა რომ ცუდი განწყობა გაუჩნდეთ ჩემს მიმართ. კარგი რა, ალექსი შენზე გიждდება. პატარა ძმალი შეგეჩვევა, თან არაფრის ახსნა არ გჭირდება, უბრალოდ იცოდნენ ამ ეტაპზე, რომ უბრალოდ მეგობრები ვართ. არ არის ეს კარგი ახსნა. ვიცი, მაგრამ ამ ეტაპზე ესე გავაკეთოთ და მე ყველაფერს დრო მომიტანს. არქშია რამის მოგიმზადებს სანამ გავალთ. მოდი რას ვფიქრობ იცი? კაფეში დაკვატიჟებ დილის საიდუმლო პაიმანზე. დილის და თან საიდუმლო. ხო, მეტი დრო ჩვენ არ გვაქვს. თან კიდე მაინც ყოველს ვემალებით. კარგი, მოწესრიგდებით და გავიპაროთ დილის საიდუმლო პაიმანზე. მიდი. ხო დედა? ჩემი საყური არ გინახავს? რომელი საყურე? ნაცვლია ჩემო რომ აჩუქა. და ბოლოს ბათუმში რომ მიდიოდი, მაშინ არ გეკეთა? ხო, მაგრამ ვერსად ვერ პოულობ. და ყველა ჯიბე ნახე? კი, ყველგან ნახე. უი, მართლა დედა, მომიყევი რამე ამ ბათუმზე, როგორი იყო, როგორ მოიარეთ, ჰა? არაფერი დედა რა უნდა ყოფილიყო. გადართულები ვიყავით შეჯიბრზე, სეირნობისთვის დიდად არ გქონდა დრო. დედა, სულ შეჯიბრი ხო არ ქონდა? რამეს ერთად არ აკეთებდი? ვინ ერთად? შენ, ელენე, ყობა. ჰა? არა, ვიძინებდით, ჭამდით და ვფიქრობდით შეჯიბრზე. გენაცვალოს დედა რა კაი მოყოლა იცი? ვის გავხარ ერთი ვიცოდე მოყოლაში, ა? ხო, კიდე უნდა ნახო სანამ სამსახურში წავალ. რა იქნება? ვინ მესალოდები? მე, არა. შენ? არა. ბოდიში გაუთხირებლად მოვედი. პირველად არ ხდება. უბრალოდ ეს ვიპოვე მანქანაში და ვაიმე, ჩემი საყურე. ხო, ვიცოდი რომ მნიშვნელოვანი იყო. რამდენი ვეძები, იცი? ახლა. აი, მე უნდა გავუცე. ბედნიერად. ძალიან გამიხარდა.
შეგახმება მალე ეგ აპარატი. დაანებე რა თავი რა. დაწყნარდი, გამშვიდი და წნევაც აღარ გექნება. იმის მაგივრად ნერვიულობ და შენი შვილი სად არის და რას აკეთებ? დილიდან არაღზე ხარ გადართული. რა ვქნა, ნუნუ დამილეკე, სათლიდა გვინდაო. ხაშურიდან მოდიან. კაი, მაშინ უოცდები. რა ხდება ნუნუ? ესე მგონია დეჟავუ მაქვს. ყველაფერი მეორდება. რა მეორდება, რა გინდა? ბიჭი გადავიდა შეყვარებულთან, რა მოხდა მე? შეყვარებულს როგორ ეძახი? ნიკაზე უფროს ქალს, ორი სხვადასხვა ქმრისგან შვილით. შენ თვითონ არ მოგწონდა ეგ თავთა? რა მაინტერესებს იცი? ქალს, რომელსაც ორი ქმარი გაექცა. როგორი ხასიათი უნდა ქონდეს? ან საერთოდ ნიკას რა დღეში ჩააგდებს? იქნებ თავისი შესაფერისი ვერ ნახა. ისე მაგლიჭავ ნერვებს მომხას კეკელია. გადაბძანდი შენც იმ თამთასთან შენ შულთან ერთად საცხოვრებლად. მე შენ თამთასთან ბრძოლაში მიგატოვებ. აი რა. დამშვიდი. დაველოდოთ ნიკას. იქნებ ხდება და ბრუნდება უკან. ისიც შენაირი ჯიუტია რო იცოდე. რაც მეტად ეჩხუბები, მით მეტად ჯდება ვირზე. მე ვიცი რისი ბრალია ეს ყველაფერი. რისი? რისი კი არა ვისი, ჩემი. ყველაფერი უკან მიბრუნდება. რას ვერ ჩადი იმ მარის. შვილივით მიყვარდა, დედას მეძახდა. ახლაც დედასავით უყვარ ხარ. ისე ამ თამთას ხო აჯობებდა. კარგი დაწყნარდი რა. დამშვიდი და ნიკასაც გონება გაიხსნება. მაწყნარებს ეს თავის ჭკუით. არავის არ ესმის დედის. არავის. ის რა არის? შეეშვი. გიქნება მეც მჭირდება. კი, გჭირდება. რა? სახის გაწმენდა. კაი. ხო, რა იყო, ყოველდღიურად უნდა გაიწმინდო. ხო, მაგრამ ხო ვიბან ხოლმე. ეგ არ არის საკმარისი. ეხა შენ რა შვები? იწმენდ? როგორი ცნობის მოყარე ხარ? მისვი არ მოკოცო. რა? ანტიასაკობრივი. კაი. რა გინდა? როგორ არა მჭირდება? ჩემთვის ხარ ყველაზე ახალგაზრდა და ყველაზე ლამაზი. მჭირდება, იმიტომ რომ იმ დღეს პანსიონატის ერთ-ერთმა თანამშრომელმა დეიდა დამიძახა. კაი. ნუ იცინი. არა, შენც ხო იცი რომ დეიდა არ ხარ. არ ვიცი. ისე პანსიონატზე გამახსენდა. რა ოლადო? არაფერი. მოიცა არაფრის გამო მიგიყვანა იქ? უბრალოდ ეძინა და აღარ გავაღვიძე. ისე აპირებ კიდე მისვლას. არ ვიცი. ნახოთ. ძალიან მომშივდა. ტოსტი არ გინდა? შენი გაკეთებული კი, მაგრამ მე მოვამზადებ. ძალიან კარგი. გამარჯობა. შენ პუნქტუალურობას არ კარგავ. მეკადრება? როგორ ხარ? კარგად, შენ? კარგად. რაღაც საქმე მოხურწოთ ძალიან? კი. მეთქე. თაკოზე მინდოდა მეკითხა. დისტანციურზე ხო არ გადაიყვანე ესე? არა, რა დისტანციურზე. ორი დღეა ურეკავ და არ პასუხობს. რაც ქოჩას ამბავი გაიგო გაქრა. ძალიან ცუდი სიტუაცია შეიქმნა. ძალიან ხო.
რაღაცნაირად პასუხისმგებლობას გვიწმ გოგოზე რა და იქნება დავუკავშირდეთ ორივე. არ მინდა რომ ის დამთავრდეს ყველაფერი. მეც ეგრე ვფიქრობ, ხო? ცოტა ხანი ვაცლი იქნებ თვითონ გამოჩნდეს. თუ არა და მე ანკეტაში ვნახავ მის ამარს და მივალ რა. მაგაზე ცოტა ფრთხილად იყავი, ხო გახსოვს მაშინ კაბინეტის ინციდენტი. როგორ არ მახსოვს კი. რა დონეზე მიიყვანა გოგო, ნერვები მეშლება. აბა მე მკითხა. კაი 5 წუთში პაციენტი მიყავს, თუ რამეს გაიგებ, გამოგებინე, კაი? მინდი. ანუ ყურე აი ეს თავი მაგრდება აი ესე ვერტიკალურად. მიხვდი? და მე ზემოდან იწყობა დანარჩენი. ბიჭო, ეკი გავიგე, მაგრამ რა ვერ გავიგე, იცი? აი ეს მეორე სართულის დაშენება ზევიდან დამაგრება როგორ ხდება? ხო და არ მაგრდება თქო ეგრე. აბა, ის პირველ სართულზე იკეცება და მერე იშლება. მიხვდი? ხადაო? ეგრე მარტივად? ძალიან პრაქტიკულია. დიახ, კი, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. კი, ნუ 40-ვე თუ გჭირდებათ. კი, ამ კვირის ბოლოს იქნება მზად. ხო და დანარჩენი ნახაზებიც გადმომიგზავნეთ, რომ დავაჩქაროთ. კარგით? დროებით. რა ხდება? გაიყიდა! რა დიზაინები? აბა, 40 წელი უნდა კვირის ბოლომდე. ვა, ისე მალე? ბიჭო, უფრო მალეც მოვასწრებდი მაგას, მაგრამ მე საწოლები დაგვიანდება რა. ხო, მაგრამ ეს საწოლები არა, ისეთი საჩქარა. აუ, ძმებო, რაღაც მინდა გთხოვოთ რა. აი, ხო არაფერი არ მithხოვია აქამდე და ხა კი მერიდება, ისეთი სამუშაო პროცესია. აუ, ზვიად ამოღერღე რა. აუ, ჩემპიონატისთვის მინდა მომზადება რა და შვებულების აღება მინდა რამოდენიმე დღე. რა ჩემპიონატი? აი ის ფორტუნატო. ფორტნაიტი. ო, ეგო პრობლემა რა სიტყვი ყობა? ანუ იცი რა. გაიგაცნარჯი რა იყო. წადი. 3 დღე კი არა 4 დღე წადი. ნუ გამისკდა გული რა. ო, თავარი არის რომ ჩემპიონი ჩანჩურა დაბრუნდეს. ნუ აბა რა. დაბრუნდება. და რო დაბრუნდება ხინკალი დალუდი ჩემზე. აბა რა. ხო? მოსულა. ჯიგრები. ჯიგარი ხარ.